თეთრი სახლის წინ შეკრებილი ტურისტები გასულ თვეს უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდნენ. დანით შეიარაღებული ოსკარ გონზალესი თეთრ სახლში შეიჭრა. მისი შეჩერება პრეზიდენტის დაცვამ იგივე საიდუმლო სამსახურმა მხოლოდ უსაფრთხოების მეხუთე შრის გავლის შემდეგ შეძლო. ჩემი აზრით სამარცხვინოა რაც მოხდა. საიდუმლო სამსახურს მხოლოდ ერთი დავალება აქვს. ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ფოკუსი არ უნდა მოვადუნოთ. 19 სექტემბერს მომხდარმა ამ ინციდენტმა კაპიტოლიუმზე მღელვარება გამოიწვია, რასაც კონგრესმენების მიერ საიდუმლო სამსახურის დირექტორის დაკითხვაზე გამოძახება მოხდა. დირექტორი ჯულია პერსონი მას შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. თეთრი სახლი მთელს ქვეყანაში ყველაზე დაცული შენობა უნდა იყოს. ის მსოფლიოში ყველაზე დაცული შენობა უნდა იყოს. რა მოხდა? არავის უნდა მიეცეს თეთრი სახლის ღობეზე გადახტომის ეზოს გადაკვეთის და პრეზიდენტის რეზიდენციაში იარაღით შეჭრის საშუალება. არავის. საიდუმლო სამსახურის ახლა უკვე ყოფილმა დირექტორმა დაშვებულ შეცდომებზე სრული პასუხისმგებლობა იკისრა. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში თეთრი სახლის ღობეზე გადახტომის 16 ინციდენტია დაფიქსირებული. მიუხედავად უსაფრთხოების ზომების უხეში დარღვევისა, პრეზიდენტი ბარაკ ობამა საიდუმლო სამსახურს ნდობას უცხადებს და ამბობს, რომ მათ რთული საქმე აქვს შესასრულებელი. დაიცვან ქვეყნის პირველი ოჯახი და ამასთან საზოგადოებას თეთრი სახლის დათვალიერების საშუალებაც მისცენ. თუმცა მოგვიანებით თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა თქვა, რომ ინციდენტმა პრეზიდენტი შეაშფოთა. ის რა თქმა უნდა ამ სიტუაციის გამო შეშფოთებულია, როგორც მშობელი, რომელიც ამ სახლში ორ ახალგაზრდა ქალს ზრდის. ინციდენტმა ტურისტების შეხედულებაზეც იქონია გავლენა. სერვინ გარდნერს არ სურს, რომ ამან ხალხს დათვალიერების შესაძლებლობა შეუზღუდოს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს თეთრი სახლის დასაცავად, მაგრამ ცუდი იქნება თუ შენობის ახლოდან დანახვის საშუალება არ მოგვეცემა. ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი ყოველთვის დაცული უნდა იყოს, თუმცა მისმა უსაფრთხოებამ ტურისტებს ამერიკის სახელმწიფოს ამ სიმბოლოს ნახვა არ უნდა შეუზღუდოს.